დეკემბერში ახლოვდება ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის და საბჭოს წევრების არჩევნები. ადვოკატს უწევს სისტემასთან ბრძოლა, ადვოკატმა თავი არ იგრძნოს მარტო. რომ ადვოკატთა ასოციაცია საჭიროებს ადმინისტრაციულ რეფორმას. ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ სიცოცხლის მოსწრების მუქარა. ჩემ ავტომობილზე თავდასხმა. ჩვენ პროფესიაზე ზრუნვა არ ნიშნავს მარტო საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლას. სიანიკის საქმეზე სამართლიან სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ. ჩვენი გუნდი დარწმუნებული ვარ, რომ სრულ გარანტიას იძლევა ამ კონკრეტული ცვლილებების განსახორციელებლად. ბრძოლა დაგვჭირდა, რომ ელემენტარულად სასამართლოს ვიდეო კამერების ესე ვთქვათ, მოპოვების საშუალება მოეცა. თუ სადმე დემოკრატიის მარცვალი არსებობს და ნაბეჭდავი არსებობს, ეს არის ადვოკატებში. რამდენი გამომართლებელი განაჩენი გამოდის? ამიტომ თუ ვიდმე ამბობს, რომ გაიზარდა გამომართლებელი განაჩენების რაოდენობა, უნდა ჩავხედოთ რა მუხლში. სასამართლოს დამოუკიდებლობა არ გადის სტატისტიკას. თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ თბილისის საკალათო სასამართლოში პოლიცია ადვოკატს უმოწმებდა ორდერს, პრობლემა არის სასამართლოში. მერე მოქალაქე იწყებს სხვა გზების ძებნას და ეს გზები წარმოშობს კრიმინალს. გამარჯობა მეგობრებო, ეთერში გადაცემა აპოლიტიკური კოდი YouTube პლატფორმაზე მისმინე, გამოგვყევით YouTube-ზე, Facebook-ზე, TikTok-ში, სხვა ქსელებში. დღეს ჩვენი სტუმრები იქნებიან ადვოკატები ირაკლი ჩომახაშვილი და გიორგი ფანცულაია და ვისაუბრებთ საქართველოში ადვოკატურის შიგნით არსებულ გამოწვევებზე და დეკემბერში ახლოვდება ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის და საბჭოს წევრების არჩევნები და ერთადერთი არჩევნები შეიძლება იყოს საქართველოში, სადაც რაღაც არჩევნების მსგავსი კონკურენცია და შეჯიბრებითობა შეიძლება იყოს დარჩენილი. ხო ისე ბატონო, ხო არ ვწდები? არ ვწდები. აი პირველი კითხვით დავიწყებ, ანუ დღეს გვაქვს სიტუაცია, როდესაც განსხვავებული სიტუაცია არაფერი არ აქვს პრინციპში ადვოკატის სამწუხაროდ საქართველოში შეიძლება არასოდეს არ ყოფილა ის, რაც ტელევიზორში, კინოებიდან, თუ სერიალებიდან გვინახავს, როდესაც რაღაც შეჯიბრებითობის პრინციპი მოქმედებს და თანასწორობის მხარეთა და ადვოკატი კლიენტს დაიცავს და შემდეგ გამარჯვებულები ან ოსკარს აიღებენ, ან უბრალოდ სუფრას მოუსხდებიან. სამწუხაროდ ხშირად ადვოკატი იყო უბრალოდ მომრიგებელი პირი პროკურატურასა და სასამართლოს შორის. ხო, ეხლა იმედია ძალიან არ შემეწინააღმდეგებით ამაში და ანუ შევეცდებით, მაგრამ კი ბატონო, თქვენი ერთად რა გამოწვევები არსებობს დღეს ადვოკატურაში, ირაკლი შენც და გიორგი შენც, ანუ ბევრ ისეთ საქმეებში იყავი ადვოკატი, საკმაოდ ცნობილ საქმეებში, ან რა გამოწვევები არსებობს და რა გამოწვევები არსებობს და საით მივდივართ ზოგადად, ხო? ეხლა ყოველ დღე რაღაც კანონებს გვიანონსებენ, რომლებიც არ მგონია, რომ ადვოკატურ საქმიანობას დიდად ხელს უწყობდეს რა. მოგესალმებით თქვენს მაყურებელს, მსმენელს. ხო, მე სიმბოლურია გარკვეულწილად, რომ ამაზე საუბარი გვიწევს ერთი თვით ადრე არჩევნებამდე. ჩვენ გვაქვს ძალიან კონკურენტული გარემო არჩევნებზე შექმნილი იმ მდგომარეობიდან გამომდინარე, რომ გადავწყვიტეთ კოალიციურად ძალიან ბევრმა თანამოაზრემ, რომ ადვოკატთა ასოციაცია საჭიროებს ადმინისტრაციულ რეფორმას და ამ რეფორმის ჩატარება შესაძლებელი არის მარტო ისეთი ადვოკატების გუნდით, რომელიც საკუთარ პროფესიაზე ზრუნავს. ჩვენ პროფესიაზე ზრუნვა არ ნიშნავს მარტო საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლას, ეს ნიშნავს ბრძოლას ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის. იმიტომ რომ თუ ქვეყანაში არ იქნება ადამიანის უფლებები გარანტირებული, შესაბამისად ვერ იქნება ადვოკატის უფლებებიც გარანტირებული. ჩვენ გიორგი აქ არის და გიორგის შეტანილი აქვს ადვოკატის უფლებებისთვის საკონსტიტუციო სასამართლოში, მათ შორის არჩეული და დარწმუნებული ვარ ისაუბრებს ამასთან დაკავშირებით რაზეც მისი მოთხოვნა იყო ადვოკატთა ასოციაციის მიმართ, რომ სასამართლო მეგობარი მაინც დაეწერა ასოციაციას და ესეც კი არ გააკეთა. არა თუ თავად იყო ინიციატორი იმისა, რომ აღნიშნული ცვლილება განხორციელებული იყო, არამედ სასამართლო მეგობრითაც კი არ მიმართა და ეს საქმე ხა 4 წელია გაჩერებულია და ესეთი პრობლემები გვაქვს.
რაც შეეხება რა როლი აქვს ეს ადვოკატს, მე შემიძლია თამამად გითხრა და ბოლო პროცესებმა გვაჩვენა და ზოგადად გარემომ გვაჩვენა, რომ ადვოკატთა ასოციაცია მოდი ესე ვიტყვი, ადვოკატთა ასოციაციის წევრები, ანუ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ადამიანის უფლებების დაცვას, მაქსიმალურად ვცდილობთ ჩაგრულ ადამიანებს დაუდგეთ გვერდით და ხშირად მარტო ჩემი კოლეგები არიან დარჩენილები იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც სამართლიანობას მოითხოვენ ქვეყანაში. ამიტომ ამ პირობებში ჩვენს კოლეგებს ჭირდება დახმარება ადმინისტრაციული, დახმარება ასე ვთქვათ, როგორც ადმინისტრაციის მხრიდან, ასევე ინდივიდუალურად თავმჯდომარისა და წევრების მხრიდან და უფრო მეტი დაცულობის შეგრძნება და განცდა. რა თქმა უნდა, აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებები, აუცილებელია კიდევ უფრო მეტი ინსტიტუციური დამოკიდებულება ადვოკატთა ასოციაციის და ჩვენი გუნდი დარწმუნებული ვარ, რომ სრულ გარანტიას იძლევა ამ კონკრეტული ცვლილებების განსახორციელებლად და უკვე დიდი ხანია ადვოკატთა ასოციაცია ითხოვს და ყველა ადვოკატი ვითხოვთ ცვლილებას და ეს ცვლილება აუცილებლად მინდა გითხრათ, რომ თუ განცდა აქვს რომელიმე მხარეს, რომ რაღაც გადაწყვეტილია, ესე არ არის. მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ მხარდაჭერა არის ძალიან დიდი, იმიტომ რომ მხარდაჭერა არის გუნდიდან გამომდინარე და ინდივიდუალურად ჩემგანაც მათ შორის ჩვენ გვაქვს ძალიან დაბალანსებული გუნდი. ჩვენ გვყავს დაბალანსებული ადვოკატები გუნდში, რომლებიც თავის საქმეში არიან პროფესიონალები, როგორც მაღალი რეპუტაციით სარგებლობენ საზოგადოებრივ წრეებში, ასევე საქმეშიც არიან პროფესიონალები, მაგალითად ერთ-ერთი და გამორჩეული არის ჩემთვის გიორგი, რომელმაც საკუთარი საქმეებით და ბრძოლით დაამახსოვრა საზოგადოებასაც და ადვოკატებსაც თავი და განსაზღვრა რეალურად ადვოკატის როლი. ადვოკატის როლი ქვეყანაში არის უფლებების დაცვა ინდივიდუალურად ყველა ადამიანის და ჩვენ ბუნებრივად შეჩვეულები ვართ ადვოკატები სახელმწიფო ბრალდების და სახელმწიფოს იურიდიულად და სამართლებრივად შეწინააღმდეგებას და მათი წინააღმდეგ არგუმენტების დაფიქსირებას. ამიტომ ადვოკატები არიან თავისუფალი პროფესიის ადამიანები და ჩვენ შეჩვეულები ვართ წინააღმდეგობას, იურიდიულ წინააღმდეგობას საჯარო სტრუქტურებთან და საჯარო ინტერესთან და ამიტომ ვთვლი, რომ თუ სადმე დემოკრატიის მარცვალი არსებობს და ნაბერწკალი არსებობს, ეს არის ადვოკატებში განათლებულ პროფესიონალ ადამიანებში და ალბათ გიორგის დამეთანხმება ამ ნაწილში და ჩვენ ძალიან დიდი მოლოდინები გვაქვს მართავთ შეხვედრებს, აქტიურად ვესაუბრებით ასობით ადვოკატს და მე უკვე აღარ შემხვედრია ადვოკატი, რომელიც განსხვავებულ პოზიციას დააფიქსირებდა, რომ საჭიროა და აუცილებელია ინსტიტუციონალური ცვლილება და იგივე ხალხის იგივე მმართველობა არ გაამართლა ადვოკატთა ასოციაციაში და შეიცვლება. და ამის არათუ იმედი, არამედ ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს. მოდი ესე კითხავ, რა ცვლილებების მოლოდინი გვაქვს, პირობითად რა შეცვლით, იმიტომ რომ მე პირადად მართალია ძალიან ახლოს არა ვარ სფეროში ჩახედული, მაგრამ ძალიან შორსაც არა ვარ და მე არ მახსოვს, რომ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს რაღაც მოდი პირდაპირ თქვა, თავი ძალიან გაეგიჟებინოს, ანუ ინსტიტუციურად რას გვთავაზობთ, რა ის რომ დავაზუსტო. რა აი შენი გუნდი. ერთია რა პროგრამაზე ვმუშაობთ ამ ეტაპზე. მეორეა ინსტიტუციონალურად ადვოკატთა კორპუსის და ადვოკატების გაძლიერება გულისხმობს დემოკრატიისთვის ხელშეწყობას. თუ ყველა ადვოკატის უფლება იქნება გარანტირებული ამ ქვეყანაში, ეს ნიშნავს, რომ მათი კლიენტების უფლებაც იქნება გარანტირებული. ეს არის პირდაპირ კავშირში ერთმანეთთან. მეორე, რა პროგრამა შეიძლება არსებობდეს ამის. ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ ამ ქვეყანაში ადვოკატის უფლება იყოს დაცული და გარანტირებული. ადვოკატები ხშირ შემთხვევაში ექვემდებარებიან არაეთიკურ მოპყრობას სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებისგან და ეს არის ძალიან ხშირად სასამართლოში, ბრალდების მხარესთან ურთიერთობის დროს, შინაგან საქმეთა და სამინისტროს ურთიერთობის დროს და სხვადასხვა ეტაპებზე ადვოკატის წესები, ადვოკატის უფლებები არსებითად ირღვევა და იზღუდება. ამისთვის არ არსებობს მექანიზმი ადვოკატთა ასოციაციაში, გარდა ადვოკატთა დაცვის უფლებების კომიტეტისა, რომლებიც ჩვენი აზრით ძალიან კარგი ჩვენი კოლეგები არიან, თუმცა მისი ძირითადი მიზანი რაც არის, ის ვერ სრულდება. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ შეიქმნას 24 საათიანი მობილური ჯგუფი ყველა რეგიონში და თითოეულ დარღვევაზე და მათ შორის ეს შეეხება დარღვევას, როდესაც ადვოკატს არ უშვებენ კლიენტთან, დაკავებულთან არ აქვს კომუნიკაცია, დარღვევას, როცა სასამართლო არღვევს შეჯიბრებითობის პრინციპს და ამაზე ადვოკატი მარტო ზის სასამართლო დარბაზში და ადვოკატთა ასოციაციის რეაგირება არ აქვს ამაზე, რომ ადვოკატს თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ თბილისის საკალათო სასამართლოში პოლიცია ადვოკატს უმოწმებდა ორდერს, იმიტომ რომ იყო ერთ-ერთი გახმაურებული საქმე და ადვოკატებს არ უშვებდნენ სასამართლოში. ორდერის მოწმებდნენ ნამდვილად პროცესი მიდიოდა თუ არა. და ამაზე ადვოკატთა ასოციაციას არსებითი რეაგირება არ ქონდა ხელი შეშლასთან დაკავშირებით. და როცა ადვოკატი გრძნობს და ფიქრობს, რომ თავმჯდომარე და საბჭო მის გვერდით არ არის და ის დარჩენილი არის მარტო
სასამართლოსთან, დარჩენილი არის მარტო სახელმწიფო ორგანოებთან, მისი ქმედებათა არეალიც იზღუდება. და мотиваციაც, რა თქმა უნდა, და შესაძლებლობებიც არის ნაკლები და ნომერ პირველი, რასაც ჩვენ თავაზობთ, ეს არის პროგრესი. პროგრესი გულისხმობს 24 საათიან მობილურ გუნდს და ჯგუფს, რომელიც იმუშავებს ადვოკატის უფლების დარღვევაზე, რომელიც ავტომატურად ემსახურება ჩვენი კლიენტის უფლებებს. მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს არის ჩვენთვის ტრენინგთა სისტემა. თუ აქამდე გარანტირებული არ იყო განგრძობადი იურიდიული განათლება და ტრენინგები ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ კერძო მოკლე ჯგუფისთვის, რომლებიც ამ ეტაპზე იკავებენ გარკვეულ პოზიციებს აღმასრულებელ საბჭოში, თავმჯდომარეა და შეიძლება სხვადასხვა პირებიც იყვნენ, ჩვენ ვთვლით, რომ ეს უნდა იყოს გამჭვირვალე პროცესი და ყველა ადვოკატს თანაბრად უნდა კონდეს საშუალება მიიღოს მონაწილეობა ნებისმიერ იურიდიულ განგრძობად საკითხში. და სხვადასხვა სოციალური და სამართლებრივი დაზღვევები, რომელიც ჩვენ პროგრამაში არის შეტანილი. ყველაფერი არის რეალური. განსხვავებით სხვებისგან, რომლებიც რაღაცა შეიძლება არარეალურ დაპირებებს და პროგრამას იძლევიან, ჩვენი პროგრამა არის მხოლოდ ჩვენზე დამოკიდებული. რამდენად შევძლებთ, რომ ადვოკატებმა შევძლოთ ერთიანობა და ერთიანი პრინციპული პოზიციის დაფიქსირება და დარწმუნებული ვარ, გიორგიც ზუსტად ამ ეტაპზე და ამ მოცემულობაზე ისაუბრებს. პირველ რიგში მოგესალმებით თქვენ მაყურებელს. მადლობა რომ აქვს იმის საშუალება ვისაუბრო ამ საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით. რაც შეეხება იმ თემაზე, რაზეც საუბრობ, ცოტა დავიწყებ შორიდან, რომ თუ რამ გაგვაერთიანა ის ადამიანები და რამ განაგვაწყვეტია ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღება. ეს არის ერთი მხრივ პრობლემები, რომელიც ცალსახა არის და მეორე მხრივ საერთო ღირებულებები, რის გამო ჩვენ გავერთიანდით. და რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ღირებულებები, რომლებიც ვფიქრობ, რომ ამ პრობლემების გადაჭრაში მიიღებს მონაწილეობას. ზოგადად ადვოკატთა ასოციაციის არსი რა არის? არსი არის ის, რომ ადვოკატის გვერდით იყოს და მათ შორის, როცა ადვოკატს უწევს სისტემასთან ბრძოლა, ადვოკატმა თავი არ იგრძნოს მარტო. იმიტომ კი არა, რომ ადვოკატი სუსტია, სისტემასთან ვერ იბრძოლებს, ან თავს ვერ გაართმევს, არა, ადვოკატთა ასოციაციის დანიშნულება და ფუნქცია ეს არის. ეხლა მაგალითად ძალიან ბევრ ჩვენთაგანს, მათ შორის ირაკლის და ჩვენი გუნდის არაერთ წევრს გაუვლიათ ისეთი საქმეები, სადაც ყოფილა საკმაოდ რეზონანსული საქმეები, სადაც ყოფილა სახელმწიფო ინტერესი და ხელისუფლების ინტერესი მაღალი. მეც ვქონია ეგეთ საქმეები მოგეხსენებათ, ციანიდის საქმე, ჟვანიას საქმე და სხვა საქმეები. სადაც მე თვითონ გამოვცადე თუ როგორ არის სისტემასთან ბრძოლა, სამართლებრივ ბრძოლაზეა რა თქმა უნდა საუბარი და აი ამ დროს სად უნდა იყოს ადვოკატთა ასოციაცია და როგორ უნდა იყოს. აი მაგალითად მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი რეზონანსული და გახმაურებული საქმეებიდან გამომდინარე, სამჯერ ვარ პროკურატურის მიერ ოფიციალურად დაზარალებულად ცნობილი. ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ სიცოცხლის მოსწრების მუქარა. ჩემ ავტომობილზე თავდასხმა. უკანონო თვალთვალე და მოსმენა იმ ცნობილი კრებსები როცა გამაქვთ. სამჯერ ვარ ოფიციალურად დაზარალებული, დოკუმენტი მაქვს. თვით პროკურატურას მოუწია ამის აღიარება. და არც ამ შემთხვევაში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას ერთი განცხადება არ გაუკეთებია. ანუ მაშინ როცა თვით პროკურატურა აღიარებს, რომ ადვოკატის უფლებები დაირღვა, ამაზე ადვოკატთა ასოციაციის პოზიცია იყო რა დუმილი. კი პირადად საუბრებში, როცა შევხვდებით აქ პირადად არავინ ერთმანეთზე დაპირისპირებული არა ვართ, კოლეგები ვართ, პირადად საუბრებში ვაიმე, რა ცუდია, როგორ ხდება, არ შეიძლება, მაგრამ აქ ხო პირადი მეგობრობაზე და ურთიერთობებზე არ არის საუბარი. აქ არის ინსტიტუციურ საკითხებზე, ხო, ადვოკატთა ასოციაციის არსი რა არის. აქედან გამომდინარე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ადვოკატთა ასოციაცია უნდა იყოს თითოეული ადვოკატის გვერდით. ასევე როცა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით შესაძლოა იყოს გლობალური პრობლემები, ფართო პრობლემები. ასეთ დროს ადვოკატთა ასოციაცია უნდა იყოს უფრო აქტიურად ჩართული. მაგალითად, არაერთი ჩვენ ისეთი საქმე ვიცით, სადაც მოქალაქე დაუკავებიათ, ადვოკატები ვეძებთ, სად არის დაკავებული მოქალაქეები და მანამ სანამ პრაქტიკულად პროკურატურა საგამოძიებო უწყება თავის ყველა საგამოძიებო მოქმედებას არ მოილებს, ჩვენ უბრალოდ შეაძლოა არ გქონდეს ადვოკატებს საშუალება, რომ დროულად მივიდეთ, გავარკვიოთ პირველ რიგში სად არის საერთოდ გადაყვანილი და მისვლის შემთხვევაშიც კიდევ ბრძოლა გვიწევს, რომ შევიდეთ და ელემენტარულად მათი უფლებები დავიცვათ. ასეთ დროს ადვოკატთა ასოციაციაში უნდა არსებობდეს შესაბამისი ჯგუფი, რომელიც ამაზე მოახდენს პრესიერ რეაგირებას, გააკეთებს განცხადებას, გამოაქვეყნებს ანგარიშებს, მიმართავს შესაბამის ორგანოებს, არა იმიტომ, რომ ჩვენ ადვოკატებს არ შეგვიძლია ბრძოლა. ჩვენ თითოეული ჩვენთაგანს ვფიქრობ, რომ ადვოკატი არის ისეთი პროფესია, რომ საკმაოდ კვალიფიციური მებრძოლი ადამიანები ვართ, მაგრამ ადვოკატთა ასოციაციის არსი ეს არის. ასევე ვფიქრობ, რომ ადვოკატთა ასოციაციაში საჭირო არის ბევრად მეტი გამჭვირვალობა.
რამაც ასე ვთქვათ, ერთგვარად გადაგვაწყვეტია, რომ ჩვენ ჩართულიყავთ ამ პროცესებში. მაგალითად, იგივე საკადრო პოლიტიკა ადვოკატთა ასოციაცია ერთგვარად ხო ესეთი ყველაზე დემოკრატიული ინსტიტუტია ადვოკატთა გაერთიანება, ხო? აი ასე დროს ასეთი ორგანიზაციაშიც კი არაერთი კითხვის ნიშნებია გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, საკადრო პოლიტიკაზე, შესაძლოა ფინანსურ საკითხებზე და ასე შემდგომ. აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ ეს საკითხები არის ის საკითხები, რომელიც ადვოკატთა ასოციაციის პირდაპირ მოვალეობაა. ელემენტარულად ავიღოთ მაგალითად იგივე ჩვენ ვფიქრობთ, რომ ადვოკატთა ასოციაციაში, რა თქმა უნდა, ნომერ პირველი ფუნქცია ეს არის, რომ ცენტრიდან ბატონო იყოს ხელმძღვანელობა ჩართული ყველა მის პროცესში, მაგრამ არის რაღაცა საკითხები, რომელიც შესაძლოა გადაწყვეტს ადგილზე, მაგალითად ქუთაისში, ბათუმში. ანუ ერთგვარი დეცენტრალიზაცია მოხდეს, ეს ხო დემოკრატიის პროცესია, ხო? ამით ხო ქუთაისელი, ბათუმელი, ზუგდიდელი, თელაველი ადვოკატები უფრო ჩართული იქნებიან ამ პროცესებში და მაგალითად, როცა იქაურ ადვოკატს რაღაცა პრობლემა აღმოაჩნდება სასამართლოში, პროკურატურაში, პოლიციაში, ხო? არ დაჭირდება მანდამაის შესაძლოა ყველა საკითხზე თბილისში ჩამოსვლა და ასეთ შემთხვევაში იქნება ამ ქალაქებში ის წარმომადგენელი, ვინც ასე ვთქვათ, ადვოკატს დაუდგება გვერდით და ადვოკატის მხარდაჭერი იქნება. ანუ ადვოკატთა ასოციაციის არსი რაც არის, აი ეს უნდა იქნეს რეალურად აღდგენილი და შესრულებული. კიდევ ვლაპარაკობ ჩვენ არც ერთი გუნდის წევრები არ ვართ პიროვნულად დაპირისპირებული, გვაქვს კოლეგიალური ურთიერთობა, ჯანსაღი ურთიერთობა, მაგრამ აქ პირადი ურთიერთობებზე არ არის საუბარი, აქ საუბარი არის ადვოკატთა ასოციაცია, როგორც ინსტიტუტია, როგორ იქნება ჩართული და ამიტომაც ვფიქრობთ, რომ ირაკლი ჩომახაშვილი, რომელიც პროფესიონალი ადამიანი არის, გამოცდილი არის მის განვლილი საქმეებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ნამდვილად ის მენეჯერი იქნება, რომელიც თითეული ადვოკატის გვერდით იქნება და რა ვიცი, ჩვენს ვინც აღმასრულებელ საბჭოში ვაპირებთ, რომ კენჭი ვიყაროთ ამ გუნდიდან, ასე ვთქვათ, ვიქნებით თითეული ადვოკატის გვერდით და არ იქნება ისე, რომ არჩევნების შემდგომ ის პრობლემები, რომლებიც დღეს არის, დაგვავიწყდება და მე 4 წლის შემდგომ გაგვახსენდება. აი მარტივ მაგალითს გეტყვით რა. და ამით ამ კონკრეტულ საკითხს ამოვწურავ. დღეს ჩვენი ძირითადი კონკურენტი გუნდი ვინც არის, რა პრობლემებსაც აყენებს და ამბობს, რომ აი ეს საკითხები უნდა მოგვეგვარებინა, მათი აბსოლუტური უმრავლესობა არ არის დღევანდელი და გუშინდელი პრობლემები. აი ამ გუნდის აბსოლუტური უმრავლესობა 8 წელიწადზე მეტი არის მინიმუმ არის ადმინისტრაციის ხელისუფლებაში, ზოგიერთი მათგანი 8 წელიწადზე კიდევ უფრო დიდი ხანი. ანუ ამით რა ვხედავთ, რომ მათ პრობლემები შესაძლოა ახსენდებოდეს არჩევნების დღეს. აქედან გამომდინარე რეალურად პრობლემები, რომელიც არსებობს, ჩვენი მიზანია რომ ის გადაიჭრას. როგორ წარმოგიდგენიათ არჩევნებიან, როგორ ჩატარდება, რა გზით ჩატარდება და რა შეხედავთ გამოწვევას? როგორ წარმოგიდგენიათ თავად არჩევნების პროცესი? ორიოდე სიტყვით შევეხები და ამ საკითხზე მე ირაკლი ისაუბრებს, თუნდაც ამაზე შეხვედრებიც ჰქონდა, ირაკლის არჩევნებთან დაკავშირებით. ხო, უბრალოდ მე მინდა რომ პირველი შევთქვა ის, რომ ადვოკატები ვართ საკმაოდ დამოუკიდებელი ხალხი, პრინციპული ადამიანები და მე იმედს ვიტოვებ და იმედი მაქვს, რომ ადვოკატები გაუძლებენ ყველანაირი შესაძლო მეორე მხრიდან ჩარევის შესაძლო ცდილობებს. მაგალითად ჩვენ იმედი გვაქვს, რომ არ იქნება გამოყენებული ადმინისტრაციული რესურსი. ვინაიდან და რადგანაც ეგ როგორ თქვენ შემთხვევაში მაგალითად მაქსიმალურად უნდა მივიღოთ ყველანაირი პროცესებში მონაწილეობა, საარჩევნო სისტემა იქნება, როგორ ჩატარდება, რა ფორმით კომისიები იქნება, ხმით დამსვლელი კომისიები და ასე შემდგომ და ყველაზე მთავარი საკითხი რაც არის, რომ უნდა ვიყოთ იმდენი, რომ ესე ვთქვათ, მეორე მხრიდან შესაძლოა ცდილობასაც აზრი დაიკარგოს. ყოველთვის ეს უფრო სათუო არის, როცა არის თანაბარი სიტუაცია. ჩვენ დავდივართ რეგიონებში, როგორც თბილისში და ვფიქრობთ, რომ ეს ჩვენი რასაც ხვდები ჩვენ კოლეგებს, მათი ძალიან დიდი ნაწილი დგას იმ ღირებულებების და პრინციპების ადგილზე, რასაც ჩვენ საუბრობთ და ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს იმხელა შესაძლო უპირატესობა, რომ შესაძლოა ამ შემთხვევაში იმ შესაძლო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება შესაძლოა არ იქნეს საჭირო, მაგრამ საკმარისი, მაგრამ ასევე თვითონ რა ფორმატად ჩატარდება არჩევნები, ამაზე უნდა იქნეს ყოველგვარი სამივე გუნდის მხრიდან კომისია შექმნილი, სადაც იქნება ჩართულობა და ირაკლისას ამასთან დაკავშირებით შეხვედრები ჰქონდა და გააკეთებს ამაზე მის პოზიციას თუ როგორ შესაძლოა ჩატარდეს არჩევნები. ეს არის ჩვეულებრივი საარჩევნო პროცესი. ხმისდამცველი კომისიით, საერთო კრებით და ათასობით ადვოკატი მიიღებს მონაწილეობას. თბილისში გაიხსნება ეს უბანი. ადმინისტრაციული რესურსზე როცა საუბრობ და გიორგი აქ ჩვენ გულისხმობთ იმას, რომ ჩვენი კონკურენტი ვინც არის, ეს ჩვენ რა თქმა უნდა დიდი პატივისცემით ვართ როგორც კოლეგები
მაგრამ დიდი ხანია იყო აღმასრულებელ საბჭოში, მოქმედი აღმასრულებელი საბჭოს წევრები არიან მისი გუნდის წევრები და რაც ნიშნავს იმას, რომ ეს იქნება იგივე პოლიტიკის აქამდე შეეძლო ჩვენი პოზიციაც ეს არის, ანუ 8 წელი თუ ის არ ვიცოდით, რომ ადვოკატის უფლებას არსებითა და არ ღვებდნენ და ამისთვის საჭიროა შესაბამისი მისიით ჯგუფი შეიქმნას და ეხლა გვახსენება ეს ყველა ამას ყველა ადვოკატი ხვდება, რომ ეს არის საარჩევნო მიზნებისთვის. და თუ იგი ზუსტად იგივე გუნდი აქამდე ვერ ახორციელებდა სამართლებრივად სწორად ადვოკატის უფლებების დაცვას, მაშინ როგორ შეიძლება ახალი არჩევის შემთხვევაში იგივე გუნდმა ხელახლა იგივე პრობლემების მოგვარება დაიწყოს, ხო? ეს თეორიულადაც და პრაქტიკულადაც ფაქტობრივად შეუძლებელია. მე დიდი იმედი მაქვს, ყველა დაასახელებს თავის გუნდის წევრებს, განსხვავებით მათგან ჩვენ სრულად ვასახელებთ შეხვედრებზეც მათ შორის. ეს არ არის მხოლოდ თავმჯდომარის არჩევნები, ეს არის მთლიანი საბჭოს არჩევნები. ამიტომ ჩემი თავი პოზიცია არის, რომ ჩვენი გუნდი იმდენად დაბალანსებულია ყველა მიმართულებით, ყველა დარგის მიმართულებით, ასაკის მიმართულებით, გამოცდილების მიმართულებით, სწორედ ეს გამგვასხოვებს ყველასგან. რაც შეეხება თქვენ თქვით აი საარჩევნო პროცესში ჩარევასთან დაკავშირებით. მე მჯერა და იმეც არ ვიტოვებ, მჯერა და ესეა ნამდვილად, რომ ადვოკატები იმდენად მედეგი ხალხი ვართ სავარაუდო ზემოქმედებისგან, ზეწოლისგან, манипуლირებისგან, რომ მე არ მჯერა რომელიმე ადვოკატი შეიძლება დაექვემდებაროს, ასე ვთქვათ, ზემოქმედებას. ისევ როგორც მე, ისევ როგორც გიორგი და ჩვენი ასობით და ათასობით კოლეგა, ჩვენ მიჩვეულები ვართ სახელმწიფოსთან იურიდიულ და სამართლებრივ დაპირისპირებას. ამიტომ ჩვენთვის არ ძარი არის გასაკვირი თუ ასეთი იარსებებს და არც მოთხოვნა, იმიტომ რომ სულ ასეთი არსებობდა. მაგრამ სწორედ იმიტომ გვქვია ადვოკატები და იმიტომ ვართ დღესაც პროფესიულად სრულიად სუფთა, რომ ჩვენ მხოლოდ ჩვენი კორპუსის ინტერესებს, საქართველოს კონსტიტუციას და მოქალაქეებს ვემსახურებოდით. ამიტომ საარჩევნო პროცესი იმ პირობებში, როდესაც კი ჩვენ გვაქვს პრობლემები, თან ძალიან დიდი პრობლემა, ამაზე ჩვენ ღიადად ვსაუბრობთ. როგორ შეიძლება დღეს ადამიანი არსებობდეს, რომელიც იტყვის, რომ პრობლემა არ არსებობს. პრობლემა არის სასამართლოში, იმიტომ რომ ყველაზე მთავარი შეგიძლიათ შებრძანდეთ სამოქალაქო სამართლის მიმართულებით, მინიმუმ 5 წელი ჭირდება, 2-დან 5 წლამდე ჭირდება სამოქალაქოს მოსამართლეს, რომ საქმე განიხილოს. მოსარჩეველი და მოპასუხე ბოლოს ზოგი გარდაიცვალა, ხო? აი ამ მდგომარეობაში ვართ მისულები. სისხლის სამართლაში შევდივართ და ადვოკატს ხედავთ, პროკურორს ხედავთ, სასამართლოს და ყველა გადაწყვეტილებაში სასამართლო პროკურატურის თემა რაც ხშირად უხსენებთ. ხო, ევთეოდირის დასკვნებით რაც არის, ხო? გადატვირთულობის თემა ის რატო არის მნიშვნელოვანი? თქვენ ხართ მოქალაქე, მიდიხართ ადვოკატთან და ეუბნებით რომ უნდა შევიტანოს არჩელი. და გსურთ თქვენი ინტერესის დაკმაყოფილება. თუ იცით რომ 5 წელი ეს ინტერესი არ დაგიკმაყოფილდება და შეიძლება მეტიც, მე მოქალაქე იწყებს სხვა გზების ძებნას და ეს გზები წარმოშობს კრიმინალს. და საბოლოო ჯამში, ხო, თუ გონივრული ვადა არ იქნა, მე ინტერესი აღარ მაქვს მე დაკმაყოფილების, იმიტომ რომ იმ ხელა ზარალი შეიძლება მივიღო, საერთოდ აღარ მქონდეს იმის უფლება, იმის мотиваცია, რომ ადვოკატსაც ჰონორარი გადაუხადო და სასამართლოში ოფიციალურად ვიარო. ამიტომ ეს ხალხი მე ეძებს ალტერნატიულ გზებს და ეს ალტერნატიული გზები წარმოშობს დანაშაულს მათ შორის. ამიტომ თუ ეს ნახეთ რამ ხელა ერთმა პრობლემამ რამდენი რამე შეიძლება გამოიწვიოს, ხო? იმიტომ რომ თუ იცი რომ გარანტია არ არსებობს დარღვეული უფლების აღდგენის ყისიერ მდგომარეობაში, იწყებ ალტერნატიული გზების ძებნას. ან ანებებ თავს და აღარ იბრძვი უფლების აღსადგენად. ეს სამოქალაქოს პრობლემა რაც არის ყველაზე მთავარი. სისხლის სამართლის პრობლემა ის არის, რომ ბრალდების მხარემ რაც არ უნდა შემოიტანოს სისხლის სამართლის საქმე, ადვოკატმა რაც არ უნდა დასაბუთებულად წარმოადგინოს, სასამართლო ყოველთვის ბრალდების მხარესკენ იქნება დიდ შემთხვევაში. შენ და უმარი იყავით გახსოვთ როცა ვისაუბრეთ სასამართლოზე. და ეს არ ეხება მარტო გახმაურებულ საქმეებს, ეს ეხება ყველა საქმეს. და ხა მე არ მჯერა არც ერთი ადვოკატი არ არსებობს, რომელიც ამას ხდომაზე ვერ გძლობს. რომ სასამართლო ყოველთვის მხარს უჭერს ბრალდების მხარეს. მე აი უბრალოდ შემიძლია თქვა ერთმა ადამიანმა დაწეროს ან კომენტარებში ან თქვას, ბოლოს როდის შეწყვიტა მოსამართლემ სისხლის სამართლებრივი დევნა ადვოკატის შუამდგომლობაზე. ყველა საქმეზე სასამართლო იძახის, რომ ამაზე დადგება გამამტყუნებელი განაჩენი. როცა ეს პროცედურა უნდა გაიარო და თქვა. აი ამაზე რომ პროკურატურა თუ არ წყვეტს არ გამოდის. მე არ მახსენდება კიდევ ერთხელ გეუბნებით, ათეულობით წელია, რომ სასამართლოს 10000 საქმეში ერთხელ მაინც შეეწყვიტოს სისხლის სამართლებრივი დევნა. 2015-ში გავიქე ბოლოს. ხო, მაგას ვამბობ ზუსტად. და ამაზე იცი რა არის? 15-ში დადგა ერთ-ერთი. არა, მე რაც გავიგე. სტატისტიკა რო გამოითხოვოთ, ძალიან დაბალია. გამართლებას არ გონს, შეწყვეტავს გულისხმობს. ანუ შეწყდა გულისხმობს იმას, რომ არასწორად წარუდგინეს ბრალი ან გაანთავისუფლეს ადამიანი და ეს ნორმალურ ქვეყნებში ყოველდღიურ განხილვამდე შეწყდა. ზუსტად მაგას ვამბობ. ეს სწორედ ეს რისთვის არის ეს პროცედურები ჩადებული, რომ არც ჩვენი რესურსი დაიხარჯოს, არც სასამართლომ იწვალოს, არც ბრალდებამ და საბოლოო ჯამში სასამართლო იმდენს
რა თქმა უნდა სამართლებრივად უნდა ვიაზრებდეთ ყველა რომ რესურსებიც უნდა დაიზოგოს და უფლებაც და დარღვეული უფლებაც უნდა აღდგეს და ჩვენ თუ ამაზე არ გავხსნით საუბარს ერთმანეთს არ დაველაპარაკებით, არ შევხვდებით, კონფერენციებს არ ჩავატარებთ, ჩვენს პარტნიორებს არ ვაცნობებთ, რომ ეს პრობლემა არსებობს, იქამდე ეს პრობლემა არ მოგვარდება. მე მჯერა, რომ თუ ვინმეს უნდა ადვოკატთა ასოციაციისთვის და ადვოკატისთვის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა არის მხოლოდ ჩვენი გუნდი. სხვა ადამიანებიც არიან, რა თქმა უნდა, მე არ მინდა ცუდად გამომივიდეს სხვადასხვა გუნდებში, რომელიც შეუძლია ამაზე იბრძოლოს, მაგრამ გუნდურად, რასაც ვსაუბრობთ, ასეთი გუნდი, რომელიც ჩვენ გვყავს, რომელიც სრულიად მოტივირებულია, რომ ეს ნაწილი გაანთავისუფლოს და შეცვალოს და სრული დამოუკიდებლობა იყოს, სრული ინსტიტუციური დამოუკიდებლობა ყველას მხრიდან და ორიენტირებული იყოს ადამიანის უფლებების დაცვაზე და ადვოკატის უფლებების დაცვაზე, ეს შეუძლია მხოლოდ ამ გუნდს. და ეხლა მე ვამბობ თავს, თუ ახლა არ მოხდა ეს დეკემბერში და თუ არ შეიცვალა ადვოკატის მდგომარეობა, პროფესიული მდგომარეობა საზოგადოებაშიც, სასამართლოშიც, საჯარო სტრუქტურებშიც, შემდეგ არ ვიცი კიდევ როდის იქნება ამის დრო. ადვოკატი როცა ადის გენერალურ პროკურატურაში ტელეფონს ატოვებინებენ. და ეს არის ყველაზე დიდი შეურაცხმყოფელი. რატო? იმიტომ რომ შენ თუ გენერალურ პროკურატურაში ცუდს არაფერს არ აპირებ. ცუდს არაფერს არ აპირებ, რომ გულისხმობ უფლებების დარღვევას ადამიანის. მაშინ რატომ არის რომ ამდენი ხნის განმავლობაში ვერ მოგვარდა რომ თავიდან ბოლომდე აღჭხრეკდნენ ადვოკატს და ტელეფონს არ გატოვებინებდნენ საათობით ქვემოთ რომ კომუნიკაციაზე აღარ ხარ შენს ასე ვთქვათ საქმესთან სანამ იქ ხარ ასული პოლიციაშიც კი რაღაცა შიდა გაურკვეველი ბრძანებებით პოლიციას გამომძიებელთან ვერ შეგვაქვს ტელეფონი მე არა მხოლოდ თელ ადვოკატებს და ეხლა შეიძლება სასამართლოში რაღაცები დააყენეს და ერთ დღესაც მანდატურს მოესურვოს წერია პირდაპირ ეს კანონში ბრძანებაში წერია რომ მანდატურს უფლება შეიძლება კონდეს რომ ნებისმიერ ადამიანს ტელეფონი ჩამოართოს სასამართლო დარბაზში და ადვოკატთა შემო მივიდეს მანდატური და ტელეფონი ჩამოართოს ეს წერია მესამე მუხში ბრძანების ამაზე რეაგირება რო არ არის ადმინისტრაციული ეს არის პრობლემა ჩვენ ამ მეც კი არაფერს არ ვამბობთ ამაზე უნდა იყოს რეაგირება და რეაგირება სჭირდება გაბედული და არაკომპრომისული ნაბიჯები, იმიტომ რომ ხალხი გისმენს მაშინ და ქვეყანა გისმენს მაშინ, როცა ხარ ძლიერი და ერთიანი. თუ არ ხარ არ ძლიერი და არც ერთიანი, რა თქმა უნდა, შენი უფლებების დაცვის გამო არავინ არ იბრძოლებს სხვა გარდა საკუთარი თავის. პირველად საინტერესო გუნდი ხემდენჯერ ახსენეთ უკვე შენს და გიორგიმაც, ანუ რა გუნდზეა საუბარი დავუშვათ თუ საინტერესო შეიძლება იყოს ხო მაყურებლისთვის და მეორე თუ დავუშვათ რაღაც შეზღუდვებს გიწესებენ მანდატურის დონეზე. ეს როგორ შეუძლია შეცვალოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ანუ აი პრაქტიკული გზები როგორ წარმოგიდგენიათ რა. დაიწყო და გავაკეთე. კი ბატონო. ძალიან მოკლედ და შემდეგ გიორგიც გააგრძელებს. ხო, შევეცდებით ამ ნაწილს. ჩვენი მოცემულობა არის ესეთი. როდესაც ადვოკატთა ასოციაციას ეყოლება საბჭო და თავმჯდომარე მოქმედი და ქმედითი, ამაზე არა მხოლოდ განცხადების დონეზე უნდა იქნას შეთანხმებული გავრცელება, გულისხმობ, რომ გავრცელდეს განცხადება, რომ ეს კანონი შეიცავს საშიშროებას ადვოკატის უფლებების შეზღუდვის თვალსაზრისით. არამედ უნდა შევიკრიბოთ, მივმართოთ შესაბამის საჯარო სტრუქტურებს, კონდეს აქტიური კომუნიკაცია სასამართლოსთან და უთხრათ ძალიან გასაგებად და მარტივად, რომ ეს კანონი არის შესაძლებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში ადვოკატის უფლებების დარღვევის დიდი ალბათობა არსებობს. ვესაუბროთ ევროპულ გაერთიანებას ადვოკატთა ასოციაციის, რომ ჩვენ ესეთი პრობლემები გვაქვს, ვესაუბროთ საერთაშორისო პარტნიორებს, კომუნიკაცია გქონდეს მათ შორის იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან და მოვითხოვოთ შეხვედრა, რომ ეს კანონი ესეთი მდგომარეობით არ გავიდეს, ამ ბრძანება დაკორექტირდეს, ან მინიმუმ სამართლებრივი გარანტიები ჩაიდოს, რომ ეს ადვოკატებს არ შეეხება და მოვითხოვოთ ეს ყველაფერი. ამის მოთხოვნას თუ არ დავიწყებთ, თავისით არავინ არ გააკეთებს. ვინაიდან ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის უფლება არ აქვს, რომ ხელი მოაწეროს ბრძანებას და გააუქმოს. ეხლა ეს გულწრფელები უნდა ვიყოთ ხო ერთმანეთთან, რომ სასამართლოს ვერ არეგულირებს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე. მაგრამ ადვოკატთა ასოციაციამ შეიძლება ძალიან პრინციპული მიდგომა აჩვენოს ნებისმიერი უფლების შეზღუდვაზე. და ეს პრინციპულობა განაპირობებს ხშირ შემთხვევაში ამ რეგულაციების გაუქმებას და ჩვენ ძალიან ბევრი შემთხვევა გვაქვს და გვახსოვს სხვადასხვა ქვეყნებში პრინციპულმა მიდგომამ როგორ იმუშავა სხვადასხვა ინსტიტუციის დამოუკიდებლობის თვალსაზრისით. ამიტომ ერთი შემიძლია გითხრათ, როგორ შეიძლება ეს მოვაგვაროთ. ეს შეიძლება მოგვარდეს ადვოკატების ერთიანობით, ერთიანი პოზიციით და ის რომ საზოგადოებამაც და სახელმწიფომაც დაინახოს, რომ ადვოკატების დიდი ნაწილი ვართ ერთიანები და ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ მანდატურმა
და სხვადასხვა სტრუქტურებმა ადვოკატებს შეუზღუდონ ადვოკატის უფლებების განხორციელება და ჩაერიონ მათ საქმიანობაში. და გზები, რომელიც არის ჩამოგითვალეთ, მაქსიმალური აქტიურობა ყველა მიმართულებით, როგორც საჯარო დაწესებულებებთან, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობის ნაწილში. გავაგრძელებ იმ საკითხს, სადაც ირაკლი მისაუბრა და მინდა შევეხო იმას, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას ყავს საპარლამენტო მდივანი პარლამენტში. ეს თანამდებობა და ეს ბერკეტი არ უნდა იქნეს ფორმალური. ყოველთვის როცა იღებენ კანონებს საქართველოს პარლამენტში, რომელიც პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია ადვოკატის საქმიანობასთან, ადამიანის უფლებების საკითხთან და ასე შემდგომ, საპარლამენტო მდივნის ხმა უნდა ისმოდეს უშუალოდ ჩართული უნდა იყოს პროცესში. საკომიტეტო განხილვების დროს, ბიუროს განხილვის დროს და ასე შემდგომ. ანუ პირველი საკანონმდებლო დონეზე უნდა იქნეს მაქსიმალურად ადვოკატთა ასოციაციის ჩართულობა გამოხატული. ამ შემთხვევაში პირველ რიგში გულისხმობ საპარლამენტო წარმომადგენლის, რომელიც ყავს ოფიციალურად დღესაც ადვოკატთა ასოციაციას, მაგრამ სამწუხაროდ მისი ხმა ჩვენ არ გვესმის. ასევე თუ მიაჩნია, რომ ჩვენი ჩართულობის სამართლებრივი დავის შემთხვევაში დაუშვათ პარლამენტში არ გავიდა რა ჩვენი პოზიცია, ხო? არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო. სადაც შეიძლება ადვოკატთა ასოციაციამ გაასაჩივროს ესა თუ ის საკითხი, ეს ნორმები, რომლებიც მიგვაჩნია, რომ ადამიანის უფლებების ადვოკატის საქმიანობასთან არ არის თანხვედრაში და პირიქით არადემოკრატიულია, ხო? ამასთან დაკავშირებითაც ესეც კიდე შემდგომი ბერკეტი. პლუს ამას მიგვაჩნია, რომ აი მაგალითად იგივე სასამართლო პრობლემებთან დაკავშირებით საუბრობდით. როცა უადოდ ინიშნებოდნენ მოსამართლეები, იყო საკომიტეტო განხილვები. საკომიტეტო განხილვებთან დაკავშირებით იყო სახალხო დამცველის წარმომადგენელი მიწვეული, ასე შემდგომ, მათ შორის იყო ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებიც მიწვეული. აი ხა მაგალითად თქვენ წარმოიდგინეთ ციანიდის საქმის მოსამართლე, რომელიც უადოდ დაინიშნა, არც ერთი კითხვა არ დაუსვია ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებს ციანიდის საქმესთან დაკავშირებით. მაშინ როცა ციანიდის საქმეზე სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ. ანუ ეს კი ციანიდის საქმის ადვოკატის პოზიცია კი არ არის. სამართლიან სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ, აღნიშნული ერთ-ერთი ინსტანციის მოსამართლე, ანუ სამი ინსტანცია გაიარა და ერთ-ერთი ინსტანციის მოსამართლე, რომელიც უვადოდ ინიშნებოდა კომიტეტზე ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელმა ამაზე კითხვას არ დაუსვეს. ნუ მაშინ რა ჩართულობაა, ხო? აქედან გამომდინარე საუბრობ, რომ ჩვენ ყველა სამართლებრივი კანონით გაწერილი, ესე ვთქვათ, ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ, საპარლამენტო მდივნიდან დაწყებული, საკონსტიტუციო სასამართლოდ გაგრძელებული, იგივე მაგალითად ადვოკატთა ასოციაციას ყავს თავისი წარმომადგენელი საპროკურორო საბჭოში. რა ვიცი, თქვენ გსმენიათ ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლის საპროკურორო საბჭოში რაიმე განსხვავებული პოზიცია. ჩვენ რაიმე აქ არა ეთიკურ რამე ნორმებს და რაღაცა არაეთიკურ ქცევებს კი არ ვსაუბრობ და რაღაცა დებოშებს და რაღაც ამაზე არ ასაუბრა. რა თქმა უნდა, როგორც წესი და რიგია, როგორც კანონი ითვალისწინებს, კულტურა ითვალისწინებს, კოლეგიალობა ითვალისწინებს, იმის ფარგლებში ადვოკატთა ასოციაციის ხმა უნდა ისმოდეს ყველგან, სადაც საჭიროა. და აი ესეთი ყველა ბერკეტის გამოყენებით ვფიქრობთ, რომ ბევრად უფრო გაუმჯობესდება და ბევრად უფრო მეტი პროგრესი იქნება მიღწეული, რასაც ირაკლი ჩომახაშვილი საუბრობს ჩვენი გუნდის გამარჯვების შემთხვევაში. თქვენი აი პროფესიონალების აზრი მაინტერესებს. რამდენი გამართლებელი განაჩენი გამოდით? პროცენტულად, ანუ აი ადვოკატი მიდიხარ სასამართლოს საქმეზე, რა? და თუ მტკიცებულებათა ერთობლიობით იურიდიულ ენაზე რო ვისაუბროთ, ყველაფერი მიუთითებს, რომ თქვენი კლიენტი მართალია. რა შანსი აქვს თქვენს კლიენტს რომ გამართლდეს? ანუ რა ხდება? და მეორე კითხვა რაც მაქვს, აი სამოქალაქო საქმეებზედაც ისაუბრეთ რა. ჩემს პირადად ხო, როგორც მოქალაქისთვის გონირულობადაც აქვს მნიშვნელობა ხა. თუ რაღაც საქმე არის, მე მინდა რომ ის გადაწყდეს ჩემს ცხოვრებაში. რავი ხა, მაინც და მაინც ჩემი შვილთაშვილების ცხოვრებაში თუ გადაწყდა, მე შეიძლება დიდი ინტერესი არ მქონდეს, მაგრამ შენი არ იყოს ან საერთოდ არ შევიტანოს არჩელი, ან სხვანაირად ვეცადო დარეგულირებას. ხო, ეგეც მესმის. წმინდა ადამიანური მომენტია, ხო, ხა არავის არ უნდა უსაშუალოდ გაიწელოს რა და ანუ შესაბამისად მე ეს ისევ და ისევ ჩემი აზრით
უნდა მოქმედებდეს ცუდად სასამართლოს რეპუტაციაზეც არ მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ გარეთაც, ხო და ანუ ეს მარტო ჩემი აღქმებია თუ აი როგორია რეალურად სიტუაცია. არა, რა თქმა უნდა, გიორგიც გააგზელებს შემდგომ, მოდი დავიწყოთ ჯერ სამოქალაქო და მერე სისხლზე გადავიდეთ. ეუთოუდირმა არაერთხელ დადო დასკვნა, რომ არ არსებობს საკმარისი რესურსები სასამართლოში, ძალიან გაცილებით დაბალია მოსამართლეთა რაოდენობა, რომ უბრალოდ განიხილოს, გადაწყვეტილების შინაარსზე საუბარი და დასაბუთებაზე არ არის. აქ არის განხილვაზე. შესაბამისად, ეს რა თქმა უნდა საბოლოო ჯამში საერთაშორისო თვალსაზრისით ქვეყანას აზიანებს, ნახეთ რამდენადაც აზიანებს რა. რეალურად აზიანებს ბიზნესს, რომელიცაც უნდა რომ საქართველოში ჩადოს ინვესტიცია, როცა ზუსტად იცის რომ ვიღაცამ თუ თანხა არ გადაუხადა და არასწორად მოედავა რაღაცას, წლები დაჭირდება რომ ის უფლება აღიდგინოს, ხო? ხო, ამ პრინციპში რაღაც დაუყადაღეს და ვერ გამოიტანა რაღაც გაუქმდა. მარტივად რო ვთქვა, რაღაცა სამოქალაქოს არჩელზე როდესაც ინვესტორი აშენებდა დიდ სახლს, ერთ-ერთმა მოქალაქემ უჩივლა ინვესტორს და 4 წელი გაჩერდა მშენებლობა. დასრულდა, მოიგო ინვესტორმა ეს, მაგრამ 4 წელი გაჩერდა და რეალურად ამისი ანაზღაურება, რა თქმა უნდა, იმ კერძო მოქალაქეს არ აქვს, რომს დააკისროს სასამართლოს. 4 წელი გაჩერდა ბიზნესი. ერთ კონკრეტულ ადგილას და ეს ამას ჭირდებოდა დრო. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. მეორე პრობლემა არის ის, რომ თუ ზუსტად ვიცი, რომ ვერავინ აზღაურებ ამ თანხას, ან გვიანავინ აზღაურებ ამ თანხას, ადვოკატსაც აღარ უხდი ჰონორარს. და ადვოკატი ხარჯავს ძალიან დიდ, ადვოკატი თმობს ძალიან დიდ ჰონორარს სამოქალაქოს მიმართულებით ამ ნაწილში, ხო. ასევე ეს გავლენას ახდენს მათ შორის საერთაშორისო პოზიციებზეც, ბიზნესის შემოდინების საქართველოში. და ამას მე არ ვამბობ, ამას ამბობს ეუთოუდირის და სხვადასხვა აკრედიტებული ორგანიზაციების დასკვნები, რომელიც დაიდო მოსამართლეთა შერჩევის დროს, გამჭვირვალობის დროს და კომპლექტების დროს და ეს საჯაროდი არის ცნობილი ყოველწლიური დასკვნები ეუთოუდირის. რაც შეეხება გამამართლებელ განაჩენებს და რამდენიმე თვის წინ შევხვდა სტატისტიკაც, რომ გაზრდილი არის გამამართლებელი განაჩენი, მაგრამ ეს არ არის ჩაშლილი, რა მოცემულობით არის გაზრდილი. ჩვენ გვაქვს ყველაზე მეტად მომენტებული საქართველოში, ეს არის სამწუხაროდ ოჯახური ძალადობა, როდესაც დაზარალებულს უფლება აქვს საკუთარი მეუღლის მიმართ არ მისცეს ჩვენება. და თუ დაზარალებული აღარ აძლევს ჩვენებას მეუღლის მიმართ, მოსამართლეს მეტი გზა არჩება, იმიტომ რომ მტკიცებულება აღარ არის საქმეში, მას უფლება აქვს არ მისცეს ეს ჩვენება და მართლდება ავტომატურად ეს ადამიანი. ამიტომ თუ ვინმე ამბობს, რომ გაიზარდა გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა, უნდა ჩავხედოთ რა მუხლში და რა მიმართულებით. არ შეიძლება სტატისტიკა ესე ავიღოთ, იმიტომ რომ სტატისტიკა ხშირ შემთხვევაში თუ არ ჩავედით სიღრმეებში, რას ეხება და არ ჩავშალეთ, ყოველთვის გვაჩვენებს მშრალ სურათს. იმიტომ რომ ჩვენ უნდა ნახოთ რამდენი წილი იყო ამ საქმეების რაოდენობა, რამდენად მნიშვნელოვანი საქმე იყო და ყველაზე მთავარი მინდა ვთქვა, სასამართლოს დამოუკიდებლობა და ზოგადად სიჯანსაღე იზომება მაშინ, როცა ეს არის მნიშვნელოვანი სასამართლოს ხდომა. და როცა საზოგადოებრივი აზრი არის ამ საქმეზე შექმნილი და სახელმწიფო აზრი. სწორედ მაშინ უნდა იყოს სამართლიანი გადაწყვეტილებები პირველ რიგში და შემდეგ სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე. ამიტომ ფორმალურად გაზრდილი არის გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა, მაგრამ ძირითადად ეს შეეხება ოჯახურ ძალადობებს, რომელიც არანაირ სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას არ წარმოადგენს გამამართლებელი განაჩენის რაოდენობრივი ცვლილების თვალსაზრისით. თუმცა გვიხარია ეს ნაწილიც, რომ სასამართლო ცდილობს მტკიცებულების არქონის გარეშე, მტკიცებულების არქონის პირობებში გამამართლებელი განაჩენი გამოიტანოს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს სტატისტიკა არ არის ცალსახად და არ ასე ვთქვათ, ცხადყოფს სასამართლოს და ადვოკატის მდგომარეობას ამ ეტაპზე. ამიტომ ორნაირად შეგვიძლია შევაფასოთ ეს საკითხი. ყველამ კარგად ვიცით, რომ არის პრობლემები და ეს პრობლემები გავლენას ახდენს ადვოკატის პროფესიულ და ფინანსურ მდგომარეობას. მოდი პირდაპირ ვკითხო, პროკურატურა თუ ძალიან დაინტერესებულია თუ ვინმე ჩაჯდეს, ესე იგი ეს ადამიანი ჩვენი მოსაზრებით თუ სახელმწიფო დაინტერესებულია ადამიანი რომ იყოს ადვოკატისა და ადამიანის მოქალაქის, ჩვეულებრივ მოქალაქისა და ადვოკატის წინააღმდეგ, ეს დიდ გავლენას ახდენს სასამართლოზე. ამიტომ ამ დროს ირღვევა ორი ნაწილი, ერთი ადამიანის უფლებები, იმ ჭრილში რომ მოქალაქის უფლებები ირღვევა და მეორე უფრო სპეციალიზებული ადვოკატის უფლება, უფრო პროფესიული, რომელსაც, რა ვიცი, გამამართლებელი განაჩენის ან წარმატებული საქმის შემთხვევაში ჰონორარი უნდა აიღო და ვეღარ აიღებს იმ ჰონორარს. და აღარც აქვს მერე мотиваცია, რომ რაღაც მძიმე საქმეებში ბრძოლაში შევიდეს, იმიტომ რომ ზუსტად იცის, რომ შეიძლება ეს შედეგი არ დადგეს. ხო, ნდობის საკითხიც ჩნდება, მე ხო კლიენტის მხრიდან მე თუ პრაქტიკულად დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს სიმართლეს ვერ გავიტან. ხო, ამიტომ ეს არის აქ თავარი, ეს ყველა გარემოება ჩვენზეც ახდენს ძალიან დიდ გავლენას, როგორც ადვოკატებს, გიორგი დასიტყვში. სანამ კითხვას ჩავშლიდე და ესე გეპასუხებდე ერთი მარტივი ფრაზით რო ვთქვათ, სასამართლოს დამოუკიდებლობა არ გადის სტატისტიკას. სასამართლოს დამოუკიდებლობა გადის იმაზე, რამდენად და როგორ რეაგირებს სასამართლო, როცა არსებობს სისტემის ინტერესი.
და როცა კონკრეტულ საქმეზე არსებობს სისტემის ინტერესი, აი აქ რა დამოუკიდებლობის ხარის სავლე სასამართლოს. ამიტომ სტატისტიკა ვერცეს შემთხვევაში ვერ იქნება სასამართლოს დამოუკიდებლობის ძირითადი განსაზღვრელი ფაქტორი. ეხლა მოვიყვანთ რამოდენიმე მაგალითი. მათ შორის გარდა კოლეგიალობისა, იგივე მე და ირაკლის არაერთხელ საერთო საქმეზე ყოფილვართ. ძალიან მარტივი რაღაცა მოხდა ფაქტი და უნდა პროკურატურას მოიპოვოს ვიდეო კამერები და მიმართავს სასამართლოს. მიმართა სასამართლოს შემდგომლობით მოიპოვა შესაბამისი განჩინება მტკიცებულებებთან დაკავშირებით, ანუ ვიდეო კამერებთან დაკავშირებით. ზუსტად იგივე სტანდარტით დასაბუთებით მიმართავს ადვოკატი და უდიდესი ალბათობით ვარს ეტყვის. ანუ ერთი და იგივე საქმეზე იგივე სტანდარტით რომ მიმართოს შენ ვიდეო კამერებთან დაკავშირებით, შესაძლოა გითხრას ვარ. იგივე ანუ მე და ირაკლისაც გონიათ ეგეთ საქმეები, სადაც ერთად გვიწარმოებია და თუ როგორი ბრძოლა დაგვჭირდა, რომ ელემენტარულად სასამართლოს ვიდეო კამერების, ესე ვთქვათ, მოპოვების საშუალება მოეცა. ელემენტარულად რა დამოკიდებულება არის სასამართლოს მიმართ იგივე გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, ხო? რამდენად ხშირად საფუძვლიანად ან კიდევ უსაფუძვლოდ იხურება სასამართლოს ხტომები. მიმაჩნია, რომ ძალიან ხშირად, როცა სასამართლოს ინტერესი არის, სასამართლოს ხტომები იხურება უსაფუძვლოდ. რატო? იმისათვის, რომ საზოგადოების, ასე ვთქვათ, დაკვირვება არ მოხდეს მას. ეს მხოლოდ იმ ნაწილში კი არა, რომ ეხლა როცა მიიღებს გადაწყვეტილება, რომ მედია არ დაესროს, საერთოდ ხტომები იხურება. და მაშინ როცა მე პირადად ჩემს რამოდენიმე კოლეგასთან ერთად საკონსტიტუციო სასამართლოში მათ შორის გასაჩივრებული მაქვს სასამართლოს ხტომების დახურვის საფუძვლები. და ამასთან დაკავშირებით იმხელა სახელმწიფო ინტერესია, რამოდენიმე წელიწადია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოსატანა სარათბირო ოთახში არის გასული და ხტომები რამდენად საფუძვლიანად იხურება საპროცესო კანონმდებლობიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება არ აქვს გამოტანილი. პლუს ამას ასევე მინდა შევეხო იმას, რომ ესე ვთქვათ, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე როცა საუბრობთ, სტატისტიკა რო აიღო, რა არის დაუშვათ აღკვეთი ღონისძიების დროს გამოყენების საფუძვლები. წარმოიდგინე ადამიანი როცა შესაძლოა გამოცხადდეს პოლიციაში და მე ამით შემიძლია კონკრეტული кейსებით ვილაპარაკო, მოქალაქე რომელიც პოლიციაში გამოცხადდა და თქვა რომ დანაშაული ჩაედინა სხვათა შორის არც ისე მძიმე კატეგორიის, სასამართლომ დაწერა რომ არსებობდა მიმალის საფრთხე და ის წინასწარ-პატიმრობაში გავუშვა. ანუ ადამიანი რომელიც საკუთარი ფიხით პოლიციაში გამოცხადდა. ხო და აქედან გამომდინარე დამოუკიდებლობის ხარისთან დაკავშირებით რა თქმა უნდა არსებობს კითხვის ნიშნები, მაგრამ მე აქვე გეტყვი რომ სასამართლოშიც არიან პრინციპული მოსამართლეები, დამოუკიდებელი მოსამართლეები და იგივე ხა ზურაბჟვანია საქმეზე როცა ვსაუბრობთ. როცა ასეთი სახელმწიფო ინტერესი იყო, სამივე ინსტანციის სასამართლოში გამართლებელი განაჩენი გამოვიდა. მაშინ როცა სახელმწიფოს ინტერესი იყო, რომ თუ აღნიშნული ექსპერტი გამპუნდებოდა, ლევან ჩაჩუა, მაშინ შესაძლოა გაგრძელებულიყო ამ საქმეზე ისვლელობა, რომ ის ადამიანი მაშინ რითი გარდაიცვალა და სხვა პოლიტიკური, ესე ვთქვათ, საკითხში გადასდულიყო ეს საკითხი. ასე რომ ცალსახად იმასაც ვერ ვიტყვი, არიან პრინციპული მოსამართლეები, საბედნიეროდ პროფესიონალი მოსამართლეების, მაგრამ აქ ზოგჯერ პრობლემა რაში გამოიხატება. ასეთი პოლიტიკური საქმე, სადაც არის სახელმწიფო ინტერესი, რამდენად ხდება ამ კონკრეტული მოსამართლეებთან ეს საქმეები. და რამდენად სწორად ხდება საქმეთა გადანაწილება და როგორ შეიძლება ყოველთვის ერთი და იგივე მოსამართლესთან ხდებოდეს ისეთი საქმეები, რომლებიც სახელმწიფო ინტერესის შესაძლოა მაღალი იყოს. აქედან გამომდინარე, მსგავს საკითხებზე, რა თქმა უნდა, ადვოკატთა ასოციაციამ უნდა მოახდინოს რეაგირება, მაშინაც მათ შორის უნდა იყოს ერთგვარი წლიური ანგარიში ადვოკატთა ასოციაციის მიერ, სადაც ელემენტარულად გამოქვეყნება მთელი წლის განმავლობაში სასამართლოსთან დაკავშირებით ანგარიში. როცა მაგალითად ადვოკატები წარადგენენ საკუთარ პრობლემებს ადვოკატთა ასოციაციაში სასამართლოს ხტომებთან დაკავშირებით, შესაძლოა ყველა არ იყოს. და მაგალითად შეიძლება ადვოკატთა ასოციაციამ თქვას, რომ რომელიმე საქმეზე ადვოკატი არ არის სწორი და სწორად მოგიწევს სასამართლო. მაგრამ თუ შესაბამისი კომიტეტი ამას შეისწავლის და იტყვის, რომ აქ სასამართლო არასწორად მოიქცა და ადვოკატის უფლებები დაირღვა და სამართლიან სასამართლოს უფლება დაირღვა, ასეთი უნდა იქნეს შესაბამისი წლიური ანგარიში, ამას შემდეგ უნდა ქონდეს საკუთარი პრეზენტაცია, უნდა გადაეცეს ეს შესაბამისი უწყებებს, ორგანოებს, რათა მოსამართლეს სხვა დამოკიდებულება ქონდეს ადვოკატის მიმართ, ადამიანის უფლებების მიმართ და ბრალდებულის მიმართ. თქვენი გუნდის წარმატების შემთხვევაში, რა?
როგორ წამოდგინეთ, როგორ გაიზრდება ადვოკატის როლი, ან რა გაუმჯობესდება ამ მიმართულებით? მე ვფიქრობ და ჩვენ ვფიქრობთ, რომ დღეს ადვოკატთა ასოციაციას უფლებრივ ნაწილში უდგას ძალიან დიდი პრობლემა. პრობლემა იმისი, რომ საზოგადოებაში და საჯარო სამსახურებში ადვოკატის პროფესიას არ ვიცი რატომ, უბრალოდ ვიცი რატომაც, იმიტომ რომ საკმარისად არ ახდენს ადვოკატთა ასოციაცია ადვოკატის უფლებების პოპულარიზაციას ყველა მიმართულებით. სწორედ ამიტომ ადვოკატების უფლებები ირღვევა ხშირად. ერთი რამე რაც ყველაზე მარტივი შეიცვლება, იქნება ის, რომ აღმასრულებელი საბჭოც და თავმჯდომარეც იდგება ყველა ადვოკატის გვერდით, როგორც განცხადების დონეზე, ისე საერთაშორისო პარტნიორებთან ინფორმაციის გადაგზავნის დონეზე, რომ ირღვევა უფლებები, ისე საჯარო დაწესებულებთან კომუნიკაციის თვალსაზრისით და ასევე ფიზიკურადაც. თუ ამის საჭიროება დადგება. თუ ჩვენ გავიგებთ და ვნახავთ, რომ ადვოკატის უფლება ირღვევა არსებითად, ჩვენ გვეყოლება მობილური ჯგუფები და ეს მობილური ჯგუფი პირდაპირ ჩვენ შეგვატყობინებს ამ დარღვევის შინაარსს და ჩვენ დოკუმენტურად დავადასტურებთ ამ ყველაფერს, რომ სამომავლოდ არა მარტო ამ ადვოკატს კონდეს დაცვის მექანიზმი, არამედ ამ კონკრეტული ადვოკატის კლიენტს კონდეს მტკიცებულება ევროპულ სასამართლოში, რომ დაარღვია უფლება სახელმწიფო მისი და მისი დაცვის ქვეშ ყოფის. ეს არის აქ ამოსავალი წერტილი. აღარ ვსაუბრობ ტრენინგებზე და იურიდიული განათლების განგრძობად პროგრამაზე, გამჭვირვალობაზე, პროფესიის სიძლიერეზე, ჩვენი პოზიციების მყარად დაფიქსირებაზე. იმიტომ რომ თუ მყარად არ იქნები, როგორც მთლიანი ასოციაცია და ერთიანები არ ვიქნებით, ზუსტად ისე ნელ-ნელა წაგვართმევენ უფლებებს, როგორც არაერთხელ მომხდარა საქართველოს ისტორიაში. ამიტომ გამოწვევა არის ძალიან დიდი. ამ გამოწვევას შეგვიძლია მხოლოდ ერთიანობით გამომკლავდეთ და მხოლოდ კონსენსუსით და კონსენსუსი არის ძალიან მარტივი. ადვოკატთა ასოციაცია უნდა იყოს პრინციპული და არავინ არ უნდა გაბედოს, რომ თითოეული ადვოკატის უფლების დარღვევის კომპრომისზე და ხარჯზე საკუთარი კეთილდღეობა ჰქონდეს თანამდებობიდან გამომდინარე, თუნდაც დუმილის უფლების გამოყენებით. ამიტომ ჩვენ ვთვლით, რომ როცა გუნდს ვახსენებთ, გუნდში არიან პროფესიონალი ხალხი. ჩვენ ეს საჯაროდაც განვაცხადეთ და ბოლოს გვექნება თბილისში ძალიან დიდი შეხვედრა გუნდის პრეზენტაციაც. გუნდში არის მებრძოლი, პროფესიონალი და პატიოსანი ეთიკური ადვოკატები. არიან, რომლებიც საკუთარ კომფორტზე მაღლა დააყენებენ სხვა ადვოკატის უფლებების დარღვევაზე რეაგირების ხარისხს. რეაგირებას მოახდენენ მიუხედავად ყველა, ასე ვთქვათ, მოსაზრებისა, რაც შეიძლება საზოგადოებას გააჩნდეს, რაც შეიძლება სახელმწიფოს გააჩნდეს. ამიტომ ეს განგვასხოვებს ყველასგან, ჩემი აზრით. ეს არის ადვოკატის ღირებულებების და უფლებების დაცვის ნაწილი და მათ შორის დაბალანსებული გუნდი ყველა მიმართულებით, ყველა დარგში და ყველა ნაწილში აბსოლუტურად. რეგიონების ჩართულობაც მათ შორის. თუ აქამდე საბჭოში რეგიონები არ იყვნენ წარმოდგენილები, ბათუმიდან, ანუ აჭარიდან, ქუთაისიდან საბჭოს ეყოლება, ეყოლებათ მათ თავიანთი წარმომადგენლები საბჭოში. და ეს იქნება ის პრეცედენტი, რომელიც უნდა დამკვიდრდეს ამ ქვეყანაში. შემიძლია გითხრათ. გუნდთან დაკავშირებით ყველაზე საინტერესო რაც არის, რომ არიან ჩვენ გუნდში წარმოდგენილი ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა სფეროს ფარავენ. მაგალითად, პრაქტიკულად, როგორც პროფესიული მიმართულებით, მაგალითად, ყავს ძალიან გამოცდილი, წარმატებული სისხლისამართლის სპეციალისტები, რომელსაც გაუვლიათ არაერთი ბრძოლა, სამართლებრივ ბრძოლაზეა საუბარი. ასევე ყავს სამოქალაქო სამართლის სპეციალისტები, რომლებიც კონკრეტულად გააქვთ თავიანთი გეგმა და პროგრამა, თუ როგორ შეიძლება მოგვარდეს ის საკითხები, რომლებიც სამოქალაქო ადმინისტრაციული სამართალწარმოებაში არის სასამართლოში. ასევე მეგვაჩნია, რომ ჩვენ უშუალოდ გუნდში არიან ის ადამიანები, რომელსაც ასევე აქვთ მენეჯერული გამოცდილება, საკმაოდ მსხვილი კომპანიებს მართავენ, ასოციაციებს, ორგანიზაციებს მართავენ და ასევე ასე ვთქვათ მენეჯერული მართვის გამოცდილება აქვთ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარია, თავიანთი წარსული არ არის ბევრი კითხვის ნიშნით დამძიმებული, რომელიც შესაძლოა მათ ესე ვთქვათ სანდოობას აყენებდეს კითხვის ნიშნის ქვეშ. რას გულისხმობთ? ეს ადამიანები არ არიან ის ხალხი, რომლებსაც ჰქონდათ წლების განმავლობაში მანდატი და ეს მანდატი ვერ გაამართლებს, არა. ეს ადამიანები არიან, რომლებიც ეხლა მოდიან საკუთარი გამოცდილებით, მაგრამ პირველად ეძლებიათ საშუალება, რომ ადვოკატთა ასოციაციაში მართლა რეალურად ქმედითი ცვლილებები გამოიწვიონ პროგრესთან დაკავშირებით და რეალურად იქნეს პროგრესი მიღწეული.
აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ ნამდვილად გვყავს ის გუნდი, რომელიც ამ ჩვენი მიზნებს, რაც გაგვაჩნია, შეასრულებენ და ასე ვთქვათ, ამ თვის ბოლოს ჩვენ თბილისში გვექნება საკმაოდ დიდი პრეზენტაცია, სადაც დეტალურად იქნება წარმოდგენილი გუნდის ყველა წევრი და ამ პრეზენტაციაზე საზოგადოებას კარგად ნახავს თუ როგორი გუნდის წევრებზე გვაქვს ჩვენ საუბარი. ირაკლი, აი ადვოკატურის თემაზე რა, ადვოკატის პროფესია ეხა მაინც იგივე ფილმები ვახსენე და სერიალები პოპულარული არის აი როგორც დამცველი და აი თავიდან აი უნივერსიტეტში რო აბარებ ყველას რაღაც თავისი ის აქვს, ხო? ზოგს უნდა გამძიებელი იყოს, ზოგს უნდა რაღაც ექსპერტი კრიმინალისტი იყოს და ზოგს უნდა ადვოკატი იყოს, ხო და ნუ ბუნებრივია ჩვენ ახლა თუ გვისმენ ახალგაზრდები რომლებიც აბარებენ ან პირველ მეორე მესამე კურსზე არიან და ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტიათ ასე ვთქვათ მათი შიდა პროფესიული არჩევანი როგორი უნდა იყოს რა ან თქვენი აზრით აი რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის რომ ამ ახალგაზრდებს უფრო გაუჩნდეთ ადვოკატურის ინტერესი და ზოგადადაც ანუ აი თქვენიათ რა ტენდენციებია ამ მიმართულებით. ხო, მე პირადად მაქვს სტუდენტებთან შეხება იქიდან გამომდინარე, რომ მე მგონი უკვე 1000-ობით სტუდენტთა მქონია, ჩემ სტუდენტთან შეხება, რომელიც შემდგომ სხვადასხვა მიმართულებით დაეუფლა პროფესიას, როგორც სამოქალაქო ისე სისხლი, ასეთი მნიშვნელობა არ აქვს. ერთ შემიძლია გითხრათ, რომ არსებითად იმატებს ახალგაზრდების რაოდენობა ადვოკატთა ასოციაციაში. ძალიან ბევრი ახალგაზრდა სურს შემოერთება დამოუკიდებელ პროფესიაში, ვინაიდან ისინი ხედავენ, რომ ჩვენ არ გვაქვს შეზღუდვები, არ როგორც საჯარო სამსახურს აქვს, ჩვენ ვართ დამოუკიდებელი პროფესიონალი ადვოკატთა ეთიკური გაერთიანება, რომლებიც სრულ თავისუფლებას ვაძლევთ ადვოკატებს. მაგრამ თუ ეს ადამიანები ნახავენ, რომ ადვოკატთა ასოციაცია საკმარისად ვერ იცავს ადვოკატის უფლებებს, საკმარისად არ უზრუნველყოფს გამჭვირვალობას, გაგრძობად იურიდიულ განათლებას, საკმარის რეპუტაციული, ასე ვთქვათ, ზიანით არის ადვოკატთა ასოციაცია, არა როგორც ადვოკატი, არამედ ადვოკატთა ასოციაცია, რა თქმა უნდა, მათი мотиваციას ნელ-ნელა მოიკლებს. მაგრამ იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში არსებობს გარკვეული პრობლემები საჯარო სამსახურში, ახალგაზრდების ძალიან დიდი ოდენობა იურისტების იღებს გადაწყვეტილებას, რომ წავიდეს ადვოკატთა ასოციაცია. და რატომ ამბობ ამას? მე როცა სწავლობდი ახსოვს თესეუში, ჩემი ჯგუფიდან 10 ალბათ 12 პროკურორი გამოვიდა და ერთი ადვოკატი მე როგორც მახსოვს, მე მეგონი მეორემ ჩააბარა. ანუ არ ხდებოდა საკმარისი პოპულარიზაცია უნივერსიტეტებშიც, მაგრამ ამ წლების შემდეგ არსებითად შეიცვალა და ეხლა თუ მაგალითად ჯგუფში სისხლის სამართლის მიმართულებით არიან სხვადასხვა განწყობებით, ნახევარზე მეტი მაინც ცდილობს რომ ადვოკატურაში წავიდეს, იმიტომ რომ თulis რომ ეს არის ბევრად თავისუფალი, დამოუკიდებელი პროფესია და შენ თავზე ხარ დამოკიდებული ამ დროს. ამიტომ ჩვენთვის კიდევ უფრო მეტად დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ერთი არსებული ასოციაცია გავაძლიეროთ და მეორე სხვა ადამიანებს, რომლებსაც სურთ შემოერთება ჩვენთან, დავახვედროთ კონკურენტუნარიანი გარემო. ბევრი შესაძლებლობებით და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებელი იმ შემთხვევაში თუ დეკემბერში ესეთი ფორმირებით გაიმარჯვებს გუნდი და იქნება აზრთა სხვადასხვაობა. აზრთა სხვადასხვაობა. ეს არის გამოსავალი ადვოკატთა ასოციაციაში ყველა აზრის გათვალისწინების. თორე თუ ყოველთვის ერთი ვერტიკალი იქნება და არ სურთ ამ ადამიანებს რომ დათმონ საკუთარი კომფორტის ზონა, დარჩება მუდმივად ერთი ვერტიკალი და გაივლის თაობები, გამოიცვლება თაობები და ადვოკატთა ასოციაციაში არ შეიცვლება არაფერი. მაგრამ ეს შეიცვლება, მე ამას გეუბნებით და დარწმუნებული ვარ ამაში, იმიტომ რომ გაერთიანება, კონსოლიდაცია, ხარდაჭერა არის უპრეცედენტოდ დიდი და ყველა ითხოვს ცვლილებას და სამართლიანობას, რაც ყველაზე მთავარია და ეს სამართლიანობა დადგება აუცილებლად. დავიწყოთ იქიდან, რომ საკმაოდ შეხება მაქვს ახალი თაობის ადვოკატებთან, რომლებიც ბოლო წლებში გახდნენ ადვოკატები, ან ეხლა გადიან სტაჟირებას და ასე შემდგომ, ვინაიდან უშუალოდ მე ვარ მენტორ ადვოკატი და მოდიან ჩვენთან იურიდიულ კომპანიაში და გადიან სტაჟირებას. მინდა გითხრა, რომ ისეთი თაობა მოდის იმ საკითხებზე, რომლებზეც ჩვენ საუბრობთ ეხლა მე და ირაკლი, პრაქტიკულად ყველა ეს საკითხი მათ აწუხებს. და საკმაოდ ნიჭიერი თაობა მოდის ამ თვალსაზრისით, რომ მარტივად ხვდებიან რა პრობლემები არის ადვოკატთა ასოციაციაში. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა თუ მათ შორის ის არის, რომ ამ ახალგაზრდა თაობას არ ეძლევა სათანადო საშუალება, რომ იქნეს ჩართული ადვოკატთა ასოციაციის ცხოვრებაში.
როგორც ეს შესაძლოა იყოს კონფერენციები, განგრძობითი განათლება, ადვოკატების მხარდაჭერა და ასე შემდეგ, ვინაიდან და რადგანაც ისინი ფიქრობენ, რომ როგორ გითხრათ, ერთი და იგივე სახეები იმაზე დიდი ხანი არიან ადვოკატთა ასოციაციაში, ვიდრე შესაძლოა საჭირო იყოს და მართლაც შესაძლოა გარკვეული თაობები, ახალგაზრდა თაობის, მე და ირაკლის ახალგაზრდა თაობა, მაგრამ ბევრად უფროსი ვიდრე ახლა შემოდიან ასაკიდან და შესაბამისად სანამ ესე ვთქვათ, ისინი მათი არაერთი წლები იკარგება ამ სიტუაციაში. ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ახალგაზრდა თაობა, რომელიც ან ახლა შემოვიდა, ან ახლა შემოდის ადვოკატთა ასოციაციის ცხოვრებაში, მათ უნდა მიცეთ ბევრად მეტი შესაძლებლობები, მეტად მეტი ჩართულობა და ასე შემდეგ. იგივე ახლა მაგალითად საერთაშორისო გრანტებით, როცა ფინანსდებოდა საერთაშორისო ტრენინგები, კონფერენციები, შეგვიძლია გადავხედოთ 10 ესეთი შემთხვევიდან 10-ვე ჯერ ერთი და იგივე სახეები იყო, 10-ვე ჯერ ერთი და იგივე სოციუმის ადამიანები იყო და პრაქტიკულად არ ეძლეოდათ ახალგაზრდა თაობას, რომ ჩართულიყვნენ ამ პროცესებში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველა შემთხვევაში უნდა შევქმნათ ის გარემო, რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ мотиваცია, რომ მაქსიმალურად ჩაერთონ ადვოკატთა ასოციაციის ცხოვრებაში, ბევრი ადვოკატი შემოვიდეს ამ პროფესიაში და თითოეულმა ადვოკატმა ხას უსვამ თანაბრად იგრძნონ თავი დაფასებულად და არ იქნეს მაგალითად ჩვენი გუნდი, სხვისი გუნდი და ასე შემდეგ. იგივე ახლა მაგალითად მე და ირაკლი ჩომახაშვილი და ჩვენ გვაქვს ამბიცია რომ მოვიკოთ ეს არჩევნები, მაგრამ აბსოლუტურად ჩვენ ადვოკატებს ავყოფთ ჩვენიანებად და სხვისიანებად. მათ შორის ჩვენ გამარჯვების შემთხვევაში ვიქნებით იმ ადვოკატების ასე ვთქვათ მხარდაჭერით და გვერდიგვერდ, ვისაც შესაძლოა სხვა არჩევანს აკეთებს ამ ასე ვთქვათ არჩევნების დროს. შესაძლოა სამწუხარო იყოს ეს ჩვენთვის, მაგრამ ჩვენ ადამიანებს ესე ავყოფთ. აქედან გამომდინარე, მათ შორის ავყოფთ ადვოკატებს, ახალგაზრდებად, ძველ თაობად და ასე შემდეგ, იგივე ძველი თაობის ადვოკატებსაც, რომლებსაც წლები აქვთ გამოვლილი სისტემასთან ბრძოლის და ადვოკატთა ასოციაცია დღევანდელ დღემდე მოიყვანეს, იმათაც სათანადო დაფასება ჭირდება, იმათაც სათანადო ყურადღება ჭირდება, იმათაც სათანადო გვერდი ჯგომა ჭირდება, ხოლო ახალგაზრდა თაობის ადვოკატებს კიდევ ბევრად მეტი ჩართულობა, რათა მეტად იგრძნონ თავი დაფასებულად, თანასწორად და ასე შემდეგ და ვფიქრობთ, რომ ამას ჩვენ გამარჯვების შემთხვევაში მივახცევთ. მადლობა გიორგი, მადლობა ირაკლი. წარმატებებს გისურვებთ. ეთერში ვართ აპოლიტიკური კოდი YouTube პლატფორმაზე მისმინე, გამოგვყევით YouTube-ზე, Facebook-ზე, TikTok-ში. კიდევ ერთხელ მადლობა მოგზაურობისთვის და კიდევ ერთხელ წარმატებები. მადლობა, დიდი მადლობა.